რამდენიმე წამში დავიწყებთ საუბარს ბექა ბასილაიასთან, მურთაზ ზოდელავას ამ შემთხვევაში ადვოკატთან. მურთაზის დაპატიმრება თავისთავად ამ რეჟიმის პირობებშიც კი ერთობ უცნაური, მოულოდნელი, გარკვეული გაგებით კარიკატურულიც კი იყო შინაარსისა და ფორმით. მურთაზს ედავებიან ესე იგი ტელეფონის მობილურის გადამალვის მცდელობას. თუმცა მე ვნახე ჩვენ რომ ეს ინციდენტი ბჭყალებში თქოს ამოწურული იყო, მეც ამ მომენტში ჩავედი უკვე ეზოში, მურთაზი იჯდა სუსის ოპერატიულ მანქანაში, პირიქით ეუბნებოდნენ რომ გადმოდიოდა, არ გადმოდიოდა, ეუბნებოდა რომ ჩემი ტელეფონი დამიბრუნეთო და შემდეგ აი ამ ტელეფონ დაუბრუნებლად წაიყვანეს, ყოველას გვეგონა სიმართლე რომ გითხრათ რომ მას უბრალოდ იმ ტელეფონს მიცემდნენ და გამოუშვებდნენ, თუმცა შემდეგ შევიტყვეთ რომ ის დაპატიმრებულია, მეტიც გაჟღერდა ბრალდება მასთან მიმართებაში, თუმცა ბრალი ჯერ მისთვის არ წაუყენებიათ, ისევ როგორც ბრალი არ წაუყენებიათ ლევან ხაბეიშვილისთვის. შეგვიძლია ვთქვათ რომ 24 საათი და უფრო მეტი გავიდა, სამართლებრივად არის ჯერ კიდევ დრო იმისთვის რომ მას ბრალი წარუდგინონ და მოდით გავიგოთ ამის თაობაზე მეტი დეტალი ადვოკატისგან ბექა ბასილაიასგან. ბექა მადლობა რომ გვერდები ქონდა თუ არა მოლოდინი რომ დღეს უნდა ყოფილიყო ბრალის წარდგენა, გითხარით თქვენ რა მოსაზრებები გაქვთ, რას უკავშირებთ იმას რომ ბრალის წარდგენა გვიანდება? ესე არ ვიცი ზუსტად, იმიტომ რომ ამათ ხელში სამართლებრივი პროცედურები არ არსებობს, ესენი გადაწყვეტილებებს იღებენ პირდაპირ დაკვეთით, შესაბამისად რატომ გადაწყვეტეს რომ არა დღეს და ხვალ ეს ჩემთვის ესე უცნობია, მაგრამ აქ თავარი ის უნდა იყოს რომ დღეს იქნება და ბრალი წარდგენილი, ხვალ წარუდგენენ ბრალს 48 საათის ბოლო წუთზე, ეს ბრალდება იქნება უკანონო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკური დევნის გამომხატველი. იმიტომ რომ იმითაც კი რაც ბრიფინგზე ილაპარაკა სუსის სპიკერმა, ისიც კი არ დასტურდება ვიდეოკამერებში ჩვენ რასაც ხედავთ ჩანაწერებში. რა ილაპარაკა, მოდით გავიმეოროთ კიდევ ერთხელ, რა ფრაზა თქვა ამ შემთხვევაში სუსის სპიკერმა, უშუალოდ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით რას ვედავებით? მურთაზთან დაკავშირებით თქვა რომ მურთაზმა გამოართვა ლევანს ტელეფონი, გარბოდა დავაკავეთ და ის მოუხერხულება რა იმის ყოლების გამეორება გიგოდიშამა და ამ გაქცევისას შევიფყარითო და შემდეგ პოლიციელზე იძალა. და მუხლი რაც არის წარდგენილი, რასაც საუბრობენ, 353 მუხლი გულისხმობს პოლიციისთვის საქმიანობაში ხელშეშლას, ძალადობით ან ძალადობის მუქართან რაღაც მსგავსად რა. მოკლედ შემთხვევაში ჩვენ კადრებში რას ვხედავთ? ჯერ ერთი ხაბეიშვილს რომ მიეცა მურთაზისთვის ტელეფონი, ამაში არავითარი კრიმინალური ქმედება არ არის. არ არსებობს ესეთი დასჭედი ქმედება, იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილის ტელეფონს მტკიცებულების არც საპროცესო დამაგრება ჰქონდა და არც ვინმეს აღქმაში არ შეიძლება ის ყოფილიყო მტკიცებულება. ხა მაგალითად ვიღაც ადამიანმა სხვა ადამიანს დანარო და არქას და აი ეს დანასისხლიანი დანარო ვიღაცამ გადამალოს, ვიტყვით რომ რაღაც მტკიცებულება შეიძლება იყოს, ხო? ხა ტელეფონის გადამალვა, მტკიცებულების დამალვა ეს აქ სურდია სრული. მეორე ტყუილი ის რომ მურთაზ ზოდელავა გარბოდა. მურთაზ ზოდელავა რა თუ არ გარბოდა, პირიქით სუსის თანამშრომლებს ეუბნებოდა ძალიან ვაშკაცურად და ძალიან პირდაპირ რომ დამიბრუნეთ ტელეფონი. დამიბრუნეთ საკუთარ ტელეფონი. მე უშუალოდ ვარ შემსწრე ამის და არა მარტო მე, ჩემი არაერთი კოლეგა და გადაღებულია ეს ყველაფერი ჩანს კადრებში. მანამდე კიდე გარბოდა კი არა 5 ძალიან ნავარჯიშევ სუსის თანამშრომლებს პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ჰაერში ყავდათ ატატებული. ანუ ჰაერში იყო, ფეხები არ ედგა მიწაზე. კი ბატონო, ანუ ესეთ თქვი და მესამე უკანასკნელი კომპონენტი იძალა და სუსის თანამშრომელზე, ხო, ეს განაცხადეს ბრიფინგზე. აი რომელიმე კადრში თუ ჩანს მურთაზის მხრიდან არა თუ ძალადობა, აი შეურაცმყოფელი ფრაზებიც მაინც. აი ეგეც კი არ არის. ან აი გაკაჩვან რაღაც ეგ არაფერი მსგავსი არ არის. რაც შეიძლება ძალადობა შეფასდეს. შესაბამისად მურთაზის დაკავება იყო თავიდან ბოლომდე უკანონო აქტი. და ეს ამ ჩანაწერებით არა მხოლოდ ახლა რაც გავშალით გიორგი და ელემენტებად წარმოადგენთ რომ არ არის დანაშაული. ეს დასტურდება სუსისვე აღიარებით. აი მათი თანამშრომლების ხმა ისმის კადრებში თუ ავტომობილიდან არ გადმოხვავ დაგაკავებთ. ანუ არავითარი დანაშაული ჩადენილი არ ქონდა, არაფერი საფუძველი არ იყო მისი დაკავების, უბრალოდ მანქანა დატოვე, თორემ დაგაკავებთ. ანუ არც ძალადობაზე იყო იქ საუბარი, არც გაქცევაზე, არც ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის გადამავლაზე, ხო? ერთადერთი რის გამო მურთაზის იქ ადგილზე დაკავება და შემდეგ
გასაგებია პოლიტიკური мотиваციით ხდება, არის რომ მურთაზი ითხოვდა საკუთარი ტელეფონის დაბრუნებას, რაც სრულიად კანონიერი ქმედება ახლა სუსის თანამშრომელი იქნება თუ პეტრე იქნება თუ პავლე იქნება, ტელეფონს რო გამოგართმევს და წაგართმევს უბრალოდ ყოველგვარი გადაუდებელი აუცილებლობის დადგენილების გარეშე, ჩხრეკის ოქმის გარეშე, სასამართლოს განჩინების გარეშე, ბუნებრივია გააკეთება ხო იმ ძარცველს მოთხოვა უკან დაბრუნება და უფრო მეტიც ფიზიკური ძალა თუ შექმნეს საერთოდ დაიბრუნო ამის ლეგიტიმური უფლებაც გაქვს. და ამას რო ითხოვდა მურთაზი, აი ამის გამო ჩაკეტეს ავტომობილში, ამასობაში მე გადარეკეს და იქ გადაწყვიტეს ალბათ რომ აი მურთაზი აქტიური სპიკერია, რა მაგარია რომ ხელში ჩაგვივარ და მოდი გადმომიყვანოთ სუში. სუში გადაყვანის მერე უკვე გადაწყვეტეს რომ ეს დაკავების პროცედურები დაეფორმებიათ და ხვალ იქნება მორიგი აბსურდული ბრალდება. თუმცა აბსურდული ბრალდებები ჩვენ ამ ხელისუფლებისგან ბუნებრივია არ გვიგვირს. უკანასკნელი ხეთქეს რო პროცესი გაიმართა პანელის დაზიანებაზე და ამაზეა დააკავეს და შემდეგ გერავ შეუფარდებიან. არაერთი პოლიტიკური პატიმარი ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები ციხეებში არიან მოთავსებული, რაზეც ხედან რომ ვერც ერთი პოლიციელი ვერ ამოს კონკრეტულ ამ ბრალ მშავრდებულმა რა ზიანი მიაყენა. მაგრამ ჯგუფური მოქმედების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და მონაწილეობაში დასდეს ბრალი. მაგალითად, მზია ამაღლობელს რაზე დასდეს ბრალი, ხო? აუცილებლად გებუდეს. ამ სტანდარტებითაც კი უსუსტესი საქმეა მურთაზთან დაკავშირებით და მე გუშინ საუბრობდი მიმართე პროკურორებს და მიმართე დინარაძეს, იმ ხალხს, რომლებიც ახლა ავანგარდში დგანან ამ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონმდევნის, უბრალოდ როგორ არ ცვენიათ მურთაზ ზოდელავასთან ესეთი მოპყრობა მრავალი წლის მანძილზე. მურთაზ ზოდელავა იყო საქართველოს მთავარი პროკურორი და გუშინაც აღნიშნე რომ ის არის საქართველოს ისტორიაში ალბათ იმ უმცირეს გამონაკლისთაგანი, ანუ არა მხოლოდ გამონაკლისი, უმცირეს გამონაკლისთაგანი, ვინც უმაღლეს თანამდებობაზე იმყოფებოდა სამართალდამცავ სისტემაში და ვის მიმართაც საჩივარი არ არსებობს. აი, არც თანამშრომლის, არც რომელიმე ბრალდებულის, არც რომელიმე ჩავდებულის ბუნებაში არ მოიგოება 2012 წლის შემდეგ ხო თქვეს რომ აი პროკურატურასთან იგივე დადგება და სამართალდამცავების პროცესში რაღაცა. ბეკა, ქონდა თუ არა შესაძლებლობა შეხვედროდი მურთას უკვე პატიმრობაში, როგორია მისი მდგომარეობა, რა შეგიძლია გითხრათ? მისი განწყობა, ფიზიკური მდგომარეობა როგორია? ძალიან არის, როგორც ჩვევია, ისე შემართულია. დღესაც ახლა ამ საღამოს ვაპირებთ შევიდე რომ ხვალინდელი პროცედურის საკითხი გავიაროთ, ვერანაირი დაკავება და ვერანაირი ახლა ბრალდება მურთას ვერ დატეხსეთ ორჯერორი 4-ია. კარგი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თავისთავად აი ამ ბრალის აბსურდულობაზე ვისაუბრეთ, თუმცა ბრალი ოფიციალურად არც აქვს წარდგენილი და არ გამოურიცხავ რამე დამატებითი სიურპრიზებიც იყოს. ასე რომ ფანტაზია საზღვარი არ არის ბუნებრივია. ხო, მადლობა ბეკა ბასილაიას ამ შემთხვევაში უკვე მურთაზ პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავას ადვოკატს დაამშვიდობოთ.